მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Talk News. შიმშილობის 24 დღე სოლიდარობა მზია ამაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს. მილხიდიდან ხიდამდე. რა ვითარება ახალციხეში ყაზბეგის ქუჩაზე, სადაც ჯერ მილხიდის შემდეგ კი ხიდი უნდა მოეწყოთ. ვრცელ მასალას სიუჟეტში გთავაზობთ. გიყვებით არასწორი პროექტის გამო გაჭიანურებულ და მილხიდიდან ხიდად გადაქცეულ პროექტის შესახებ, რომელმაც 2 წელზე მეტია 5 სოფლის დამაკავშირებელი გზა ჩაკეტა. ახალციხელებს სასაფლაოზე მისვლა შემოვლითი გზით უწევთ. პრობლემის შესახებ ჩვენმა რედაქციამ 2021 წელს დაიწყო მუშაობა. ტენდერი 2023 წელს გამოცხადდა, თუმცა უკვე 2025 წელია. ტერიტორია კი ასე გამოიყურება. როდის დასრულდება ხიდის მოწყობა? მოსახლეობის თხოვნით საკითხს კიდევ ერთხელ დაუბრუნდით. მეტ დეტალს ჩვენი საინფორმაციო გამოშვებიდან გაიგებთ. დაგველოდეთ. რა ასფალტი ხალხო? სასაფლაოსთან მისასვლელი ხიდი არ არის, არ დაადგა საშველი. თუ არ ვწდები, უკვე მესამე წელია ეს მდგომარეობა. ამ გზის შემხედვარეს მგონია, რომ ახალციხეში საერთოდ არაფერი კეთდება. ეს დიალოგი ჩვენს მიერ რაბათის დასახლებაში დაზიანებული საავტომობილო გზების შესახებ მომზადებულ სიუჟეტის კომენტარებში წარიმართა. მოსახლეობა უკვე 10 წელზე მეტია ამ ტერიტორიაზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვს. ხოლო 2 წელზე მეტია ელოდებიან, როდის დამთავრდება ხიდის მშენებლობა. რა ხდება ახლა? ჩვენი გადამღები ჯგუფი დღეს 4 თებერვალს ადგილზე იმყოფებოდა. სამუშაოებს დროის მიხედვით ხან ქართული ოცნებისთვის, ხან კი ნაციონალური მოძრაობისთვის ფინანსური მხარდამჭერი კომპანია შპს არალი აწარმოებს. ახალციხის მერიამ კომპანიას ხელშეკრულება ტენდერის საფუძველზე გასული წლის 14 ოქტომბერს 1,200,000-ზე მეტ ლარზე გაუფორმა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით მერიამ კომპანიას დაახლოებით 9 მილიონი ლარი უკვე გადაუხადა. აქედან 120,000 ლარი ავანსს შეადგენს, დანარჩენი გაწეული სამუშაოს ანაზღაურებაა. შპს არალს სამუშაოების შესრულების ვადა 2 აპრილამდე აქვს. ახალციხის მერიამ თავდაპირველად ტენდერი მილხიდის მოწყობის მიზნით 431,000 ლარზე 2023 წლის 10 თებერვალს გამოაცხადა. ტენდერი მაშინაც შპს არალმა მიიღო და წესით სამუშაოები 2023 წლის 29 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო. ხელშეკრულებაში ჯამში 7 ცვლილება შევიდა, მე-7 ცვლილება ხელშეკრულების შეწყვეტას ეხებოდა. როგორც მაშინ მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა გვითხრა, სამუშაოების დაწყების დროს მილხიდის ქვეშ კიდევ ახალი ხიდი აღმოჩნდა, რომელიც პროექტით გათვალისწინებული არ იყო, რამაც ხელშეკრულების შეწყვეტა და მილხიდის ნაცვლად ხიდის მოწყობის საჭიროება გამოიწვია. 5 სოფელთან დამაკავშირებელი 8 მეტრიანი მილხიდის და შემდგომ ხიდის მოწყობის პროცესი მესამე წელია მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში მერიამ 2 სხვადასხვა ტენდერი გამოაცხადა და მერიამ 600,000-მდე ლარი უკვე დახარჯა. ამ დროის განმავლობაში პროცესში მხოლოდ მერია და ერთი ქართული ოცნების შემწირველი კომპანია მონაწილეობს. მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად თბილისში გამართულ აქციაზე დაშავდა ონჯის რედაქტორი ვანცენტ ხაბეიშვილი. გახარია საქართველოსთვის სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენელი სოფიო ხორგუანი და კიდევ რამოდენიმე ადამიანი. საპროტესტო აქცია მედიის წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა დღეს პარლამენტის წინ გამართეს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. როგორც სოფიო ხორგუანი ჩვენთან საუბარში ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ აქტივისტები პოლიციის წარმომადგენლების მოთხოვნებს ემორჩილებოდნენ, მათ მშვიდობიანი აქცია ძალის გამოყენებით მაინც დაშალეს. რა მიზნით დაშალეს შეკრებილი დემონსტრანტები და რამდენი პირია დაკავებული? შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ 2 მონაწილე ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. 16 იანვრიდან უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ახალციხეშიც. პარლამენტის შესაძლოში უკანა მხრიდან და უბრალოდ გამოვხატავდი ჩვენ სოლიდარობას, სკანდირებდით, რომ თავისუფლება მზია ამაღლობელს, სხვა არაფერი ყოფილა. შემდეგ გადაწყვეტეთ, რომ ესე წრე დაგვერტყა პარლამენტისთვის, პოლიციამ გვითხრა, რომ ტროტუარზე იარეთო, ჩვენ შევთანხმდით და ვუთხარით პოლიციას, რომ ვივლიდით ტროტუარზე.
ესე დავემორჩილეთ მათ თხოვნას და გადავედით ტროტუარზე. ეს იყო აბსოლუტურად მოულოდნელი, რაც მოხდა, იმიტომ რომ ტროტუარზე როცა ვიდექით, დაიწყეს, როგორ გიხართ, ესეთი აგრესიული მიწოლა და ჩემ ძალიან პირდაპირ ვამბობ, თავიდან საერთოდ არ იყო ეგეთი აგრესია, როგორ გადადით, გადავდიოდი, როგორ ხელი არ მომკიდოთ, არც მეხებოდნენ, აი გადავდივართ, არც გვეხებოდნენ. მე უბრალოდ უცებ მოხდა, ვიღაცა ეხო იცით ესე რო არის წინ რაღაც სხვა პოლიციელები დგანან, უცებ ვიღაცა უკრიდან გამოვარდა და პატარა ბიჭი იყო ერთი ჩემს გვერდით, ის ბიჭი გაიტაცეს. და ნუ შევეცადე იმ ბიჭის გადარჩენას, მაგრამ მე ვერ მოვერიე ცხადია, გაიტაცეს ის ბიჭი. და აი ამის მერე დაიწყეს, აი როგორ გითხრათ, ესეთი ძალადობრივი რაღაცა მიწოლა ქვია ამას, არ ვიცი ხა ზურგი შევაქციე, აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ჩემთვის და ალბათ იმიტომაც მოხდა ეს, რომ აი და ვიღაცა დამეჯახა თუ რაღაცა არ ვიცი რა ქვია ამას, პირდაპირ დამეტაკა უკან რომელიღაცა პოლიციამ ხელი მკრა და წავიქეცი. მანამდე დავინახე რომ ჩემ წინ პატარა გოგო წაიცა ერთი და მე მეც წავიქეცი. ეს უბრალოდ იმდენად მოულოდნელი იყო, რომ თავის შეკავებაც ვერ მოვასწარი, თორე რაღაცა თავს მაინც შევიკავებდი. აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ეს ამბავი. სავარაუდოდ ბაკურიანი ციდას ბოთლიდან დალეული სითხის გამო არასრულწლოვანი იაშვილის კლინიკაში მოხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. ის რომ ბავშვი ბაკურიანის წყლის ბოთლიდან დალეული სითხის გამო მოიწამლა, რადიო თავისუფლებას უდასტურებენ იაშვილის კლინიკაში. როგორია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა? აქ ჩვენ ზარებს არ პასუხობენ. ბაკურიანის წყლის მწარმოებელი კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს აცხადებს, რომ იმ მაღაზიიდან აღებულ ნიმუშში, საიდანაც იყო შეძენილი წყალი დარღვევა არ გამოვლენილა. ამავე წყაროს ცნობით გადაამოწმეს საწარმო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას. აქვე გეტყვით, რომ ზემოთ ხსენებულ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა. მოქალაქეები წერდნენ, რომ ბევრად მეტი ბავშვია მოწამლული, თუმცა ამ დროისთვის ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება. ეხლა კი ტრადიციულად გიტოვებთ ამბებს ოკეანეს მიღმა. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს TokTV.g და Facebook გვერდს TokTV. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ხვალამდე. უკრაინელი ჯარისკაცი ვიტალი კოვალჩუკი მეტსახელით პასპარტუ ამბობს, რომ მისი ჯავშან ტრანსპორტიორი არის იმ მიზეზის ნაწილი, რისიც წყალობითაც ის ჯერ კიდევ იბრძვის. ჩვენი დანაყოფი მთლიანად ალყაში იყო. სარეზერვო ჯგუფის მოყვანა გვჭირდებოდა და მარცხენა მხრიდან მთელი გზა ცეცხლის ქვეშ იყო. მერე მანქანას წინიდან ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა მოხვდა. მომბრუნება დაიწყეს და დაახლოებით 400 მეტრში რაღაც გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტის მსგავსი მოხვდა. და M113-მა გამოღწევა შეძლო, ამბობს კოვალჩუკი. ტაჰომეტრს შევხედე, დავინახე ის არი ამოძრავდა და მივხვდი, რომ მანქანა არ გაჩერდა. ნამდვილად გამიკვირდა, გაზ დავაჭირე და მან მოძრაობა დაიწყო. ძალიან გახარებული ვიყავი, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე კოვალჩუკი კინოინდუსტრიაში მუშაობდა. 2022 წლის თებერვლის შემდეგ ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა. ის პირველი იყო, რომელიც 2022 წლის შემოდგომაზე ამერიკულ M113-ს გაეცნო. Вона маневрена, вона швидка. ის მოქნილი და სწრაფია. საბჭოთა BMP-სა და ტანკებთან შედარებით ბევრად უფრო უხმაურო და მანევრულია. Танками вона набагато тихіша і більш маневрена. M113-ის ეკიპაჟი ორკაციანია, მძღოლი და მსროლელი. 23 წლის მსროლელმა ოლექსი დმიტრენკომ რუსეთის შეჭრის შემდეგ მშობლიურ ქალაქ მარიუპოლის დატოვება მოახერხა. ის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა და თავდაპირველად ზაპოროჟიის რეგიონში და მოგვიანებით დონბასში იბრძოდა. თუ ამას რუსულ BMP-ს შეადარებ, ამ უკანასკნელის შემთხვევაში თითქმის ყოველთვის დაღუპებთან გვაქვს საქმე, მაგრამ ამით ბევრ სიტუაციებში ვიყავით. ჭურვების პირდაპირი და არაპირდაპირი მოხვედრები, შრაპნელი. ის ძალიან კარგად უძლებს. როდესაც მანქანის შიგნით ხარ, დარწმუნებული ხარ, რომ უკან დაბრუნდები.
2024 წლის დეკემბერში უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ზოგიერთი M113 ახალი საბრძოლო მოდულებით გააუმჯობესეს, რომელიც მსროლელს საშუალებას აძლევს მანქანის შიგნიდან ისროლოს, რაც მას უფრო ეფექტურს ხდის.